ქვეშეთი კობის გზის მშენებლობისას მიწის მასის ჩამოშლას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა. შემთხვევა გვიან ღამით სოფელ წკერესთან მოხდა. არსებული ინფორმაციით საყრდენი კედლის მოწყობის დროს მიწა ჩამოიშალა და სამშენებლო კომპანიის 5 თანამშრომელი მოიყოლა. გარდაცვლილები თურქმენეთისა და ჩინეთის მოქალაქეები არიან. დაშავებული განის მოქალაქე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თბილისში ცენტრალურ საავადმყოფოში გადმოიყვანა. 37 წლის მამაკაცი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აღენიშნებოდა ზეწოლის სინდრომი. ჩატარდა ლაბორატორიული, კლინიკური, ინსტრუმენტული კვლევები. სასიცოცხლო ფუნქციების დარღვევის ნიშნები არ აღინიშნება, მაგრამ მდგომარეობა არის საყურადღებო, ზეწოლის სინდრომი არ არის გამორიცხული, რომ გართულდეს რაიმე ფორმით, ამიტომ ყავს დაკვირვების ქვეშ. ქვეშეთი კობის გზაზე სამშენებლო სამუშაოები ახლა შეჩერებულია. ვითარებას ინფრასტრუქტურის მინისტრის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად გაეცნო. სამწუხარო ფაქტი მოხდა აქ ამ ობიექტზე, ქვეშეთი კობის მშენებარე გზის ობიექტზე. პირველ რიგში მინდა მიუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ყველა მშენებლობა, ყველა სამშენებლო სამუშაოები, რომელიც ხორციელდება, ყველგან იყოს დაცული შრომის უსაფრთხოება და ადამიანების უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული. მინდა მოსახლეობა მიცოდეს, რომ შესაბამისი კონტრაქტებით ამ პასუხისმგებლობას სრულად იზიარებს ის კომპანია, რომელიც არის აქ, რომელიც აწარმოებს სამუშაოებს და ასევე საზედამხედველო კომპანიები, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ცალკე სამინისტრო საგზაო დეპარტამენტი სწავლობს ამ საკითხს. ამასთანავე თქვენ იცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღძრა სისხლის სამართლის საქმე, შესაბამისად დაველოდოთ გამოძიებას, ვინც იქნება კონკრეტულად ამ კონკრეტულ ფაქტზე პასუხისმგებელი, გარწმუნებთ, რომ კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან. მიმდინარეობს გამოძიება, ჩვენთვის როგორც უკვე აღინიშნა, პრიორიტეტულია და მიზნად ვისახავთ, რომ ჩვენს ნებისმიერ ობიექტზე თუ პროექტზე დაცული იყოს უსაფრთხოების უმაღლესი ნორმები. დაველოდების გამოძიების შედეგებს ასევე ვაწარმოებთ აქტიურ კომუნიკაციას კონტრაქტორ კომპანიასთან ზედამხედველთან, რათა მივიღოთ პასუხები დამატებით კითხვებზე. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. რამ გამოიწვია გზის საყრდენი კედლის ჩამონგრევა და მიწის მასის ჩამოშლა, ეს ახლა სწორედ გამოძიებამ უნდა დაადგინოს.